საქართველომ და კიდევ 60 ქვეყანამ შესაძლოა ვიზა ლიბერალიზაციის პრივილეგიით ვეღარ ისარგებლოს. ევროკავშირი ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გამარტივების საკითხს დღის წესრიგში აბრუნებს. რადიო თავისუფლების ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ ბრიუსელს სურს სავიზო პოლიტიკა მესამე ქვეყნებზე პოლიტიკური ზეწოლისთვის გამოიყენოს. არსებითად ბლოკი ბევრად უფრო მკაცრი ხდება სავიზო ლიბერალიზაციის მიმართ, რაც ასახავს უფრო ფართო ცვლილებებს. ერთი ისაა, რომ ევროკავშირი ამკაცრებს ბრძოლას არალეგალი მიგრაციის ნებისმიერი ფორმის წინააღმდეგ. ამავე დროს ბრიუსელს სურს სავიზო პოლიტიკა მესამე ქვეყნებზე ზეწოლის პოლიტიკური ინსტრუმენტად გამოიყენოს. ევროკავშირში დაგეგმილ ცვლილებებს ქართული ოპოზიცია ქართული ოცნების ქმედებებს უკავშირებს. იმის მიუხედავად, რომ დამტკიცების შემთხვევაში სავიზო სიახლეები საქართველოს გარდა 60 ქვეყანას შეეხება. როცა ევროპა აღიხვავენ და გავს შესაბამისი ფორმები და კავშირები ევროპასთან, მაშინ არ უნდა გამდე ისეთ ნაბიჯებს, რითაც შენ ქვეყანას აქცევ აზიური ტიპის დიქტატურად. თუ შენ იქეცი აზიური ტიპის დიქტატურად, აზიური ტიპის დიქტატურად რაც ის უწოდეთ, ამ შემთხვევაში ეს სიკეთეები რაც დაკავშირებს ევროპასთან, სამწუხაროდ ჩამოგერთვება. აი ამიტომ საუბრობთ, რომ რაც უფრო გაიწელება ივანიშვილის დიქტატურა საქართველოში, მით უფრო დამაზიანებელი და კატასტროფული იქნება ეს ქვეყანა. კონკრეტული ინდივიდების სანქცირება, კონკრეტული სანქციები, რომლებიც გავრცელდა იმ ინდივიდებზე, რომლებიც ძალადობდნენ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე და ახდენდნენ დემოკრატიის ძირის გამოთხრას ჩვენს ქვეყანაში, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამ მიმართულებით იყოს მიმართული ყველა სანქცია და ყველა დამსჯელობითი ღონისძიება და რა თქმა უნდა არ დაზარალდნენ ჩვენი ხალხი. მართლ პარტიაში იმედი აქვთ, რომ ბრიუსელში გადაწყვეტილებებს ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით მიიღებენ. თუმცა ბოლო წლებში არსებული გამოცდილებით არც იმას გამორიცხავენ, რომ ევროკავშირმა ახალი წესები არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის პარალელურად მესამე ქვეყნებზე ზეწოლისთვის გამოიყენოს. ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმები ემსახურება იმას, რომ ევროკავშირმა შეძლოს მიგრაციის პოლიტიკის მართვა. და ისე არ მოხდეს, რომ ევროკავშირში არალეგალური მიგრაცია იყოს მაღალ დონეზე. ევროკავშირს აქვს გადაწყვეტილი ის, რომ გარდა იმისა, რომ მიგრაციული პოლიტიკა მართოს, ასევე ეს საკითხი გამოიყენოს მესამე ქვეყნებზე პოლიტიკური ზეწოლისთვის და მესამე ქვეყნების მიმართ იმგვარი პოლიტიკისთვის, რომ ამ მესამე ქვეყნებმა რაღაცა გადაწყვეტილებები მიიღონ, ევროკავშირისთვის სასურველი გადაწყვეტილებები მიიღონ ან არ მიიღონ. იმედი მაქვს, რომ ამ კრიტერიუმების გამოყენება მოხდება მაქსიმალურად ობიექტურად. ძირითადად ეს კრიტერიუმები ეხება ზრდას არალეგალური მიგრაციისა, ეხლა მოქმედი კრიტერიუმები, ასევე ასე ვთქვათ, საზოგადოებრივი უსაფრთხოების და მათ წესრიგის დაცვას ევროკავშირში და ასევე სავიზო პოლიტიკის თანხმედრას ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან. შეიძლება არ იყოს ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, ობიექტურად გამოყენებული. მათ შორის ახლა შემიძლია მაგალითად მოვიყვანო დიპლომატიურ პასპორტებზე ვიზების ბიუროკრატებს და ფაქტობრივად ესე თუ გააგზავნეს მათ შორის ხობის დანახვა ძალიან რთული იქნება მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების პრინციპი არ იცვლება და ვერ შეიცვლება, კრიტერიუმების გაზრდაზე არის საუბარი. ვიზა ლიბერალიზაცია ეს არის ის საკითხი, რომელიც პირიქით ხალხს ქვეყნებს უნდა აახლოებდეს და არავის აქვს უფლება, რომ მას შანტაჟის ბერკეტად იყენებდეს. ჩამონათვალი რაც შეიძლება უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძველი გახდეს, ევროკომისიამ 2 წლის წინ გამოაქვეყნა. გასულ წელს კი ცნობილი ევროპული საბჭოს პოზიცია გახდა. თუმცა პროცესი ამ დრომდე შეჩერებული იყო.